ბოლივიაში ერთი წარმატებული და საკმაოდ დაფასებული ბიზნესმენი კლაუს ალტმანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ყოველთვის სუფთა მოვლილი მოწესრიგებული ადამიანი. ის იყო კომპანია ტრანსმარიტანიის დამფუძნებელი, ხისა და სხვადასხვა მოწყობილობების ექსპორტით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი და პოლიტიკურ ელიტაში აღიარებული კაცი იყო, ყოველთვის ცდილობდა არაფრით გამორჩეული ყოფილიყო. ეცვა უბრალოდ არასდროს აცდენდა საკვირაო ეკლესიურ მსახურებას და ადგილობრივებს რითაც შეეძლო მუდმივად ეხმარებოდა. ძალიან საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მუდმივად მზად იყო დახმარების ხელის გაწოდებისა და მაღალ წრეებში რეკომენდაციის გაწევისთვის. ერთ დღესაც ალტმანს ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლები ეწვივნენ. ბოლივიის ტყეებში ცნობილი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა თავის ამალით პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებს და საჭიროა ეს ხალხი ცოცხლად თუ მკვდრად ნებისმიერი სახით შევაჩეროთო. აქ ალბათ მაყურებელი იფიქრებს, მერე რა მოხდა თუ კი დაზვერვის წარმომადგენლები მიადგნენ ბიზნეს სფეროს, ხშირად სადაზვერო საქმიანობა საჭიროებს დაფინანსებას და ეს ხდება ზოგჯერ სახელმწიფოს ავლითაც კი. ან იქნებ საერთოდაც ალტმანის კავშირები სჭირდებოდათ, რომ ჩე ან მისი რომელიმე მაღალჩინოსანი თანაშემწე გამოეტყუებინათ ტყეებიდან და დაეკავებინათ. არა მეგობრებო, ალტმანის არც ფინანსები და არც კავშირები ამერიკელებს არ სჭირდებოდათ. სჭირდებოდათ მისი გამოცდილება პარტიზანების განადგურებაში. ალტმანი, რომელიც თვითონ მოსიყვარულე შემდგარი ბიზნესმენი იყო, სინამდვილეში SS-ის ყოფილი ოფიცერი, ზედმეტ სახელად ლიონელი ყასაბი კლაუს ბარბი გახდათ. გვარ მარდაგაბრინდ ბარბის სამყაროსთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია. კლაუსი საფრანგეთში ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში განსაკუთრებული დავალებით გაგზავნეს. აღმოაჩინოს და გაანადგუროს ნებისმიერი სახის პარტიზანული მოძრაობა. ლიონი მაშინ ნაცისტების წინააღმდეგ პარტიზანული წინაღობის ცენტრი იყო. თავის საქმე კლაუსმა ფრიადზე და ცოტა მეტადაც კი შეასრულა. პირადად იღებდა მონაწილეობას ადამიანების დაკითხვაში, დევნაში, განსაკუთრებულ სიამოვნებას კი იღებდა, როცა თავად აწამებდა მსხვერპლს. მთლიანობაში მისი ხელით ან უშუალო ბრძანებით 4000-მდე კაცი მოკლეს. ამიტომ სენიორ ბარბის სიუში სტანდარტული პასუხისმგებლიანობის გრძნობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარს შორის წვრილად ეწერა ჯალათი 20 წლიანი სტაჟით, განსაკუთრებული წამების უნარებით. ომის დასრულების შემდეგ მომავალში კომუნისტი პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ამერიკელებმა ის შემოიტოვეს და ასე რომ თქვათ თაროზე შემოდეს. ბოლივიაში გაიქცა, საფრანგეთში ექსტრადიციამდე ადგილობრივ და ამერიკულ დაზვერვასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. შესაბამისად, მისი გამოცდილება ჩე გევარას დაჭერაში ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღევანდელი ჩვენი ვიდეო, რომელიც ცნობილ რევოლუციონერს, ფაქტობრივად რევოლუციის საყოველთაო სიმბოლოს ერნესტო ჩე გევარას შეეხება, სავსე იქნება საინტერესო ამბებით და მოულოდნელი დამთხოვებით. ვინ იყო სინამდვილეში ერნესტო გევარა, რომელიც მისი სიკვდილის 58 წლის შემდეგაც კი ასე გარომანტიზებულია? როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი ზოგისთვის ჩვეულებრივი ტერორისტი იყოს, ზოგისთვის სიმართლის მებრძოლი, ზოგისთვის სიმამაცის ეტალონი, ხოლო ვიღაცისთვის კი უტოპიური რომანტიკოსი? რანაირად მოხდა ისე, რომ პატიოსან ოჯახში გაზრდილი მომავალი ექიმი იქცა პარტიზანად, რომელსაც ბოლომდე სწამდა სოციალისტური იდეების და სჯეროდა, რომ რამდენიმე ადამიანის ნაპერწკლისგან შესაძლებელი იყო ხანძრის გაჩენა, რომელიც იმპერიებს დაწვავდა. დღეს ჩეს პორტრეტები მთელ პლანეტაზეა გავრცელებული კედლებზე, მაისურებზე, ძეგლებზე, ზოგიერთი ცნობილი ადამიანის სხეულზე და მილიონობით ხალხის გულში. ვინ იყო სინამდვილეში ერნესტო ჩე გევარა? ადამიანი, რომელმაც თავი გაწირა ჩაგრულებისათვის თუ გაჭირვებულებისთვის, თუ ადამიანი, რომელმაც საკუთარმა რევოლუციამ იმსხვერპლა? ფაქტი ერთია. 58 წლის შემდეგაც კი ჩე ცოცხალია როგორც იდეა, როგორც წინაღობის სიმბოლო, როგორც სტილი, როგორც შთაგონება. რამდენად სწორად მოხდა ამ ყველაფრის კომერციალიზაცია და გავრცელება ამის შესახებ კი დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ. მანამდე კი შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, ხოლო ვისაც სურვილი გაქვთ, ასევე შეგიძლიათ გახდეთ ფასიანი გამომწერი პატრეონზე, ამით არხს განვითარებაში დაეხმარებით. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, თქვენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს. კეტოგენმა გადაწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების კომპლექსის გათამაშება. გამოვლინდება სულ 10 გამარჯვებული, ამისათვის საჭირო არის კეტოგენჯის ინსტაგრამი გამოიწეროთ და აი ამ პოსტზე დააკომენტაროთ. თავარ კითხვა არის, რას აკეთებს ეს კომპლექსი და რაში გვეხმარება? ეს არის საკვები დანამატი და შეიცავს იმ ვიტამინების კომპლექსს, რომელიც როგორც წესი ჩვენს ორგანიზმში პერიოდულად დეფიციტშია. ან როცა გვესაჭიროება იმუნიტეტის გაძლიერება, მით უმეტეს ახლა სეზონური გაციებები მოიმატებს, ეს კი ბევრ ბენეფიტთან ერთად ამცირებს გაციების რისკს, ან გვეხმარება მარტივად გადატანაში.
შეხედეთ მის შემცველობას, ის სავსეა თითქმის ყველა საჭირო ვიტამინით. ვისაც ჭეჭკარება და გათამაშებას ვერ დაელოდება, რომელიც ერთ კვირაში დასრულდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ადგილზე და შეიძინოთ ვაჟა-ფშაველას 12-ში ან გამოიწეროთ პირდაპირ საიტიდან. მეგობრებო, მე გითხარით, რომ ეს ამბავი სავსე იქნებოდა საინტერესო ისტორიებით, მოულოდნელი დამთხოვებით, კავშირებით და ასე შემდეგ და ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, 1955 წელს მექსიკაში 27 წლის ბიჭი დაყიალობს ქუჩებში, იღებს სურათებს, უყვარს ფოტოგრაფია, მზად არის თავის გადაღებული სურათები თუნდაც ერთ პესოთ გაყიდოს, პერიოდულად მუშაობს ავადმყოფოში, ზოგჯერ ჟურნალისტურ მასალებს წერს, უჭირს, გაღატაკებულია, ტანსაცმელი აქვს დახეული, არ აქვს რა თქმა უნდა საცხოვრებელი ადგილი, ხან მეგობრებთან ცხოვრობს, ზოგჯერ ღიაცის ქვეშ რჩება ღამე და ასე შემდეგ. როცა თავისუფალი დრო აქვს, კითხულობს მარქსს, ლენინს და გატაცებული არის მემარცხენე იდეებით და ერთ დღესაც ბიჭთან მიდის საერთო ნაცნობი და ეუბნება, რომ ერთ ჩემს მეგობარს უნდა შენი გაცნობა, ერთნაირი ჭკუის ხართ და მოდი ერთმანეთს შეხვდით. დაიბარეს კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ადგილას, მივიდა, იქ დახვდა ერთი მაღალი ათლეტური აღნაგობის ტიპი, გაიცნეს ერთმანეთი და პირველივე შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. მათ რამდენიმე საათი გაუჩერებლად ისაუბრეს პოლიტიკაზე. რამდენიმე წელიწადში ამ ორმა ადამიანმა კუბაზე რევოლუცია მოახდინა. ეს 27 წლის ფოტოგრაფი იყო ერნესტო ჩე გევარა, ხოლო ის მეორე მაღალი და ძლიერი ტიპი იყო ფიდელ კასტრო. აი ასე, ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ დააკავშირა ეს ადამიანები, რომლებმაც მერე ისტორია დაწერეს. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს, გავიგოთ როგორ აღმოჩნდა ჩე მექსიკაში და საერთოდ როგორი იყო მისი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ პიროვნებებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის გავიაზროთ, როგორ იცვლებოდნენ ეს ადამიანი წლებთან ერთად. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ერნესტო გევარა კუბელი იყო, რაც ასე არ არის. გევარა იყო არგენტინელი. ის 1928 წელს დაიბადა საკმაოდ ძლიერ არისტოკრატიული წარმომავლობის ოჯახში, განსაკუთრებით დედის მხრიდან. უბრალოდ ეს ოჯახი ფინანსური ძლიერების ზენიტში აღარ იყო. გავლენას ჯერ ისევ ინარჩუნებდნენ. მამა ერნესტო გევარა ლინჩი იყო ბასკური და ირლანდიური ფესვების, მუშაობდა როგორც მშენებელი და ბოლოს მეწარმე. ფაშიზმისა და კათოლიკური კონსერვატიზმის დიდი მოწინააღმდეგე და იდეალისტი, ლიბერალური შეხედულების კაცი იყო. დედა სელია დე ლა სერნა ერნესტოს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ესპანური ოჯახიდან მოდიოდა, საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, ფრანგული იცოდა უმაღლეს დონეზე, პროგრესული და დამოუკიდებელი ქალი იყო, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ იმ პერიოდში ფემინიზმისა და სოციალიზმის იდეების დიდი მხარდამჭერი გახლდათ. სელია სახლში ხშირად აწყობდა ლიტერატურულ და პოლიტიკურ საღამოებს, სადაც განიხილავდნენ მარკს, ჰემინგუეის, ფრანგულ ლიტერატურას და ასე შემდეგ. ამ შეხვედრებს თავდაპირველად გაუცნობიერებლად და მერე საკმაოდ გაცნობიერებლად ესწრებოდა პატარა ერნესტიტოც, რომელიც უყურებდა და ხედავდა, რომ სახლში ვინც კი მოდის, ყველა განათლებული არის, ყველა ნაკითხი არის და იმისათვის, რომ მეც მომავალში ამ წრეში ვიტრიალო და თანასწორი ვიყო, ალბათ მეც ბევრი უნდა ვიკითხო. და ასეც მოხდა. პატარაობიდანვე გევარას შეუყვარდა წიგნების კითხვა და მომავალში, როცა რევოლუციებს მოაწყობს და მთებში პარტიზანულ ბრძოლებს გამართავს, იქაც კი მუდმივად თან დაჰქონდა საკითხავი ლიტერატურა. სოციალისტურ პოლიტიკურ იდეებს, განხილვებსა და კამათებს ერნესტო ისმენდა ღრმა ბავშვობიდან. ამიტომ მუშათა კლასისა და გაჭირვებული ადამიანების ეს თანადგომა, მათთან დაკავშირებული უსამართლობები პატარაობიდანვე იცოდა. ერთ დღესაც ასეთი რაღაც მოხდა, რომ დედა მის წაიყვანა აუზზე, სადაც გაცივდა, დაემართა ეპილეფსია და შემდეგ მთელი ცხოვრება მას ტანჯავდა ასთმა. გევარას მთელი ბავშვობა იყო რევოლუციები. აი, როგორც მე ვამბობ ხოლმე სხვადასხვა ვიდეოებში, რომ ისეთ დროში ცხოვრობთ, სადაც ომი ნორმალიზებული არის და აღარ გვიყვირს, აი, მაშინ ლათინურ და სამხრეთ ამერიკაში რევოლუციები იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ჯერ ხო ისედაც როგორი ცეცხლოვანი რეგიონია, სადაც უყვართ რომანტიკა, პოეზია, ეპოსი და ზოგადად რეგიონია, სადაც უფრო ემოციებითა და იმპულსური რეაქციებით ხდება მოქმედებები, ვიდრე ცივი გონებით. ამიტომ ყველა ეს რევოლუცია რომანტიზებული იყო. ნახეთ, 1928 წლიდან 1956 წლამდე, ანუ ერნესტოს დაბადებიდან მის სრულწლოვნობამდე ლათინურ ამერიკაში 7 რევოლუცია მოხდა. მაშინ შეიძლება დიდად არ იყო პოლიტიკით გატაცებული, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ის ხედავდა რა ხდებოდა მის ირგვლივ ეს რევოლუციები და საქმის კურსში იყო. იგივე თქმის ჩვენ შემთხვევაში, ხო ვიღაც შეიძლება სულ არ არის ახლა პოლიტიკით დაინტერესებული, მაგრამ სულ ესმის, რომ აი აქ ამის გამო დაიწყო ომი, აქ ამის გამო ხდება კონფლიქტი და ასე შემდეგ და უკვე ზოგადი წარმოდგენა ყოველთვის აქვს. მაშინ რით იყო გატაცებული, ხო? ლოგიკური კითხვა არის.
ნახეთ, მას ყოველთვის უკვირდა და აინტერესებდა, რატომ აქვს ასთმა კონკრეტულად მას და არ აქვს დანარჩენ ბავშვებს. ამიტომ ამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა საფუძვლიანად. ჩააბარა სამედიცინოზე, გახდა ალერგოლოგი, სურდა რომ პირველ რიგში თავის თავს დახმარებოდა და მერე უკვე იმათ, ვინც ზუსტად მის გზას გადიოდა და ასე იტანჯებოდა. პარალელურად თამაშობდა რაგბის და ჭადრაკს. რაგბი მოსწონდა იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი საჭიროებდა ყოველთვის ტონუსში ყოფნას. პირველი რევოლუციური იდეები ზუსტად საიდან გაუჩნდა, არ ვიცით, მაგრამ მისი ცხოვრებისეული მოვლენებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ. ერნესტოს ახალგაზრდობა დაემთხვა არგენტინაში ხუან დომინგო პერონის მმართველობას, რომელიც 1946 წელს გახდა ქვეყნის ლიდერი. პერონი იყო საკმაოდ თავისებური მმართველი, რომელმაც ქვეყანა ფაქტობრივად თავის იდეოლოგიაზე, ხუსტისიალიზმზე, დღეს ის ცნობილია როგორც პერონიზმი, აი ამაზე გადაიყვანა. ეს არის ნაციონალიზმის, სოციალური სამართლიანობისა და ავტორიტარიზმის ნაზავი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ურთიერთგამომრიცხავი იდეებია, თავდაპირველად მუშაობდა. მან ქვეყანაში გაზარდა ხელფასები, შექმნა პროფკავშირები, ქალებს მისცა ხმის მიცემის უფლება, სხვათა შორის მისი ცოლი ევიტა პერონი საზოგადოებას იმდენად უყვარდა, ამ ქალზე გიждდებოდნენ, ის პრეზიდენტზე პოპულარულიც კი იყო პერიოდულად და საზოგადოების რაღაც ნაწილში ეს ქალი წმინდანადაც კი მიიჩნეოდა. მაგრამ პერონი ამ ყველაფრის პარალელურად ახშობდა ოპოზიციას, აცენზურებდა მედიებს, უნივერსიტეტებში იმ სტუდენტებს ფილტრავდა, ვინც მის იდეებს არ ეთანხმებოდნენ და დაიწყო ბელადის კულტის შენება. ჩაკეტილმა ნაციონალიზმმა და სახელმწიფო კონტროლმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია ინფლაცია. 1950-იანებიდან საზოგადოებაც პოლარიზდა და პერონის პოპულარობა ვარდნა დაიწყო. გევარების ოჯახი, რა თქმა უნდა, ანტიპერონულ საზოგადოებაში მოიაზრებოდა, ისინი სრულად ემიჩნებოდნენ პერონის პოლიტიკას. დედამისი, ანუ ერნესტოს დედა სელია, წინააღმდეგი იყო, რომ სახლში დაეკიდათ პერონის პორტრეტი. ეს მაშინ ვალდებულება იყო და ვინც ამას არ ემორჩილებოდა, სისხლის სამართლის საქმეც კი შეიძლება აღზრულიყო ასეთი ადამიანების ან ოჯახების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დაიწყო სელიას წინააღმდეგ პოლიციამ თვალთვალი, დევნა, ერთი-ორჯერ გამოკითხვასაც დაიბარეს და ასეთი არაკომფორტული რეპრესიები შეეხო გევარების ოჯახს. აი, დაახლოებით აქედან იწყება გევარაში არსებული პოლიტიკური წყობის წინააღმდეგობის გაღვივება. პროტესტებზე ხშირად არ გადიოდა, ერთი-ორჯერ გავიდა, პოლიციამ მისცემა და მეგობრებს უთხრა, რომ აღარასდროს აღარ გავიდოდა, თუ იარაღს არ წაიყოლებდა. სხვანაირად აზრს ვერ ხედავდა. თუმცა ჩემი აზრით, პერონმა მაინც იქონია კვალი ერნესტოს პოლიტიკურ შეხედულებებზე. გევარა ხედავდა, რომ კი პერონი აშკარად ქარიზმატული ლიდერი არის, მაგრამ დანარჩენი არის ყველაფერი მოჩვენებითი. კი ამბობს, რომ გაჭირვებულებზე ზრუნვა და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში რასაც აკეთებს ისევ და ისევ ძველი სისტემის გამტკიცებას, რაც პერონამდე იყო. ამიტომ ერნესტომ პოპულიზმი და რეფორმიზმი სრულად უარყო თავის შეხედულებებში. მე მივხვდი, რომ ცვლილებები არ მოდის არჩევნებით ან ლამაზი გამოსვლებით. ის იბადება იარაღის ლულიდან. წერდა მოგვიანებით გევარა ერთ-ერთ წერილში. ერნესტოს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა მოგზაურობა, რომელმაც ყველაფერი შეუცვალა, ფასეულობები, მთლიანად მსოფლმხედველობა ამოუყირავა. სტუდენტობისას მან გაიცნო ალბერტო ხიმენეს გრანადო, რომელიც ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ის სწავლობდა ბიოქიმიაზე, მეცნიერებაზე შეყვარებული ბიჭი იყო და ისიც როგორც გევარა ოცნებობდა სამართლიან საზოგადოების შექმნაზე, ძლიერ მუშათა კლასზე, იდეალისტი იყო, რომანტიკოსი იყო, ბიჭებმა მალევე იპოვეს ერთმანეთში საერთო ორივეს გადასარევი იუმორის გრძნობა ჰქონდა, უყვარდათ ფილოსოფიური საუბრები და ასეთ რაღაცაზე დაითანხმა ალბერტომ, რომ ერთი წელი რჩებოდა დიპლომის აღებამდე და ერნესტოს უთხრა, რომ მოდი წავიდეთ, ვიმოგზაუროთ მთელი სამხრეთ ამერიკის გარშემო. გევარამ ოჯახს განუცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა 1 წლის განმავლობაში და დოქტორის ხარისხს მიიღებდა. ამიტომ შვილის ასეთი გადაწყვეტილება არ წყენოდათ. მე გირჩევთ, როცა ამ ვიდეოს დაასრულებთ, აუცილებლად ნახოთ მხატვრული ფილმი მოტოციკლისტის დღიურები. ზუსტად ამ მოვლენებზე არის გადაღებული და იქ უკეთესად დაინახავთ, როგორ იცვლებოდა გევარა მოგზაურობის დაწყებიდან დასასრულამდე. საერთოდ სხვა ადამიანი დაბრუნდება არგენტინაში, ის აღარასდროს იყო ძველებური ერნესტო. რას ხედავს სამედიცინო სტუდენტი ერნესტო გევარა ამ მოგზაურობაში? პირველ რიგში, რაც ყველაზე თვალში საცემი იყო, ეს არის რამდენად კატასტროფულად უჭირს სინამდვილეში ხალხს. უმუშევრობა, სიღატაკე, სიღარიბე, ექსპლუატაცია და თან ეს ყველაფერი არა ლოკალური, არამედ კონტინენტური არის. გევარა ხედავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, ეს არგენტინა იქნება, ჩილე, ვენესუელა თუ ბრაზილია, სიტუაცია ყველგან ერთნაირი არის. რომელიღაც უცხოური
ქვეყნის კომპანია იპოვებს ამ ქვეყნის რესურსებს ადგილობრივების ხელით, ამ ადგილობრივებს ამუშავებს არაადამიანურ პირობებში და უხდის მიზერულ თანხას, ხოლო თვითონ თავარი სიმდიდრე რჩება ამ უცხო ქვეყნის კომპანიას. იმის გამო, რომ ეს ლოკალური არ იყო და ყველგან მეტნაკლებად ერთი სურათი დახვდა, მის თავში სამხრეთ ამერიკა იქმნება არა როგორც ცალკე გეოგრაფიული რეგიონი, არამედ ჩნდება ერთი ერის იდეა. მეგობრებო, მე მაინც შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ იდეების ჭეშმარიტებაზე, რამდენად მართალი იყო, რამდენად არასწორი იყო. ჩვენ უბრალოდ განვიხილოთ ის პროცესები, რაც ხდებოდა მის თავში და ამ ცვლილებებზე ვისაუბროთ. ეს მოგზაურობა არ გეგონოთ რაღაც მდიდრული თავგადასავალი, დიდი კომფორტით და უზრუნველყოფილი სიკეთეებით. პირიქით, არც ერნესტოს და არც ალბერტოს არ ჰქონდათ ფული. ძველი მონჯღრეული მოტოციკლეტი ყავდათ, რომლის მზეც მალევე ჩაესვენა და ასე წვალებით მოგზაურობდნენ. ერთ მომენტში კი საერთოდ კინაღამ გაიყინნენ და აქ იდეალურად ჩაჯდება სარეკლამო ინტეგრაციაც. თუ თქვენ გაქვთ მცირე ან საშუალო ზომის საცხოვრებელი, იცოდეთ, რომ როგორც გაგრილებისთვის, ისე გათბობისთვის გრის კონდიციონერი არის იდეალური გადაწყვეტა. ინვერტერული კონდიციონერი მუშაობს -15 გრადუსშიც, არ აქვს ხმა, იმართება აპლიკაციით, ანუ თქვენ დისტანციურად ამოწმებთ და არეგულირებთ თქვენ სახლში ან ოთახში არსებულ ტემპერატურას. ასევე გრის კონდიციონერი ფილტრავს და ასუფთავებს ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან. ვინც შეძენით იქნებით დაინტერესებული, ლინკი იქნება აღწერაში. ამ მოგზაურობის ფარგლებში გევარად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეწია სამედიცინო დახმარება. პერუში ისინი დარჩნენ რამდენიმე კვირა ერთ-ერთ ლეპროზორიუმში, სადაც მძიმე დაავადებით ყავდათ პაციენტები მოთავსებული და მოხალისეებად მუშაობდნენ. მოგზაურებს აღარ ჰქონდათ გზის გაგრძელების აღარც ფინანსებით და რაც მთავარი აღარც ტრანსპორტი. ამიტომ ექიმებმა და რამდენიმე პაციენტმა ააგროვეს ფული და საერთო ხარჯებით და ძალებით გაუკეთეს ერნესტოს და ალბერტოს ტივი. და ამ ტივით გააგრძელეს უკვე შემდეგ მოგზაურობა. პერუდან ისინი გადავიდნენ კოლუმბიაში, სადაც პოლიციამ დააკავა, იმიტომ რომ საერთოდ მოეჩვენა. და ალბათ თქვენც რომ იყოთ პატარა ქალაქის პოლიციის უფროსი, ისეთი ქალაქი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მოულოდნელად გამოჩნდა ორი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ მოგზაურები და გვაქვს დიდი მისია და არადა არიან ახალგაზრდები, გაჭირვებულები, ტანსაცმელი აქვთ დახეული, უსაფრთხოების ზომების მიზნით რაღაც პერიოდი მოათავსებდით დროებით იზოლატორში. მერე ამ პოლიციის უფროსმა აღმოაჩინა, რომ ბიჭები არიან არგენტინიდან, მას ჰქონდა არგენტინული ფესვები და უთხრა, რომ აი ამ ჩვენ პატარა ქალაქში არის ერთი გაუბედურებული, თქვენზე უბედური თუ რამე არსებობს, სამყაროში არის ჩვენი საფეხბურთო კლუბი და ცოტა ხანი თუ გადაამზადებთ და სამედიცინო კუთხითაც დაეხმარებით, აი ამ პირობით გამოგიშვებთ. ბიჭებს სხვა გზა არ ჰქონდათ, დათანხმდნენ და რაღაც პერიოდი ახლა გაჩერდნენ უკვე ამ ქალაქში. 1952 წელს მოგზაურებმა მიაღწიეს ვენესუელას დედაქალაქ კარაკასს და აქ მათი გზები იყოფა. ალბერტოს ადგილობრივმა სამედიცინო დაწესებულებამ მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა და ბიჭი დათანხმდა. ერნესტოსაც ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ბუენოს-აირესში დაბრუნება და სწავლის დამთავრება გადაწყვიტა. გავა წლები და ბიჭები ერთმანეთს უკვე აბსოლუტურად სხვა გარემოებებში შეხვდებიან, ამიტომ ეს განშორება დავიმახსოვროთ. რადგან ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ, როგორ იცვლებოდა გევარა ამ მოგზაურობასთან ერთად, გაკვირით უნდა ვახსენოთ ბოლივიაში მომხდარი ამბები. ცხოვრებაში პირველად ბოლივიაში ნახა, რას ნიშნავს ეროვნული ამბოხი. ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა იყო დამყარებული, ანუ იყო რეჟიმი, რომელიც იდგა სამხედრო ელიტაზე, თუმცა 1952 წელს შეიარაღებულმა მოსახლეობამ და ძირითადად საუბარია გლეხებსა და მუშებზე დაამხეს სამხედროები. თვითონ მოვიდნენ სათავეში და დაიწყეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ამ ამბით ერნესტო აღფრთოვანდა და გამოიტანა დასკვნები, რომ თურმე რევოლუციის დროს თავარი არის არა ჯარი, არამედ შეიარაღებული მოსახლეობა. მან თავის თვალით იხილა მაღაროელები და გლეხები როგორ თავდადებით და რწმენით იბრძოდნენ ბევრად უკეთესად შეიარაღებულ სამხედროების წინააღმდეგ და მუდმივად უკან ახევინებდნენ. ეს ყველაფერი მის გონებაში დაილექა სამუდამოდ. ერნესტო მით გაიცნო პოლიტიკოსები, მინისტრები, ძალიან ბევრს ელაპარაკებოდა მაღაროელებს, გლეხებს და რევოლუციონერებს. ერთხელაც ამ რევოლუციონერებმა უთხრეს, რომ გვატემალაში მწიფდება რევოლუცია და მოდი ჩვენც იქ წავიდეთ, მონაწილეობა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ერნესტოს არც უფიქრია, ისე წავიდა გვატემალაში. გვატემალა იყო ბანანის რესპუბლიკა. რას ნიშნავს ეს, ხომ დარწმუნებული ვარ, მილიონჯერ ხსმენიათ ეგრეთ წოდებული ბანანის რესპუბლიკები. ნახეთ, გაჭირვებულ ქვეყნებში ხშირად ისე ხდება, რომ ერთი სფერო არის წამყვანი და ძირითადად ერთი პროდუქცია გადის ქვეყნიდან. ეს შეიძლება იყოს ბანანი, ხილი, კაკაო, ყავა, ბამბა და ასე შემდეგ. გვატემალაში
ისევე როგორც ლათინურ ამერიკის დანარჩენ ქვეყნებში მუშაობდა უმსხვილესი ღილის კორპორაცია, რომელიც იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ისინი ყიდულობდნენ მიწებს გლეხებიდან, ერეოდნენ შიდა პოლიტიკაში და მათი ინტერესი იყო, რომ ქვეყნის მმართველი ყოფილიყო პროამერიკელი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა არანაირი რევოლუცია იქ არ მომხდარიყო. ასეთ ქვეყანაში მთავრობები იყო ასეთი კორპორაციების მარიონეტები. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ჰაკობო გუსმან არბენსმა დემოკრატიული გზით გაიმარჯვა და განაცხადა, რომ გვატემალას პოლიტიკა ამერიკულ კორპორაციას United Fruits აღარ დაექვემდებარებოდა და დღეიდან ეს ქვეყანა გაატარებდა დამოუკიდებელ კურსს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებამდე პროამერიკელი კანდიდატი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. მაგრამ ფაქტი არის, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით და დიდი უპირატესობით მოიგო არბენსმა. მან დაიწყო მთელი რიგი რეფორმების გატარება, მათ შორის ეროვნული რესურსების ნაციონალიზაციის კანონი მიიღო, სოციალური დაზღვევა, მიწების დაბრუნება გლეხებისთვის, განათლებულ ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა და ასე შემდეგ. ეს რეფორმები არანაირად არ აწყობს ამერიკის ხილის კორპორაციას, ისევე როგორც შტატების მაშინდელ პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს. ამიტომ დაიწყეს მუშაობა ოპერაცია პიბის საქსესზე. ცენტრალურ სადაზვერო სამსახურთან ერთად მათ შეიმუშავეს გეგმა, რომ პირველ რიგში უნდა მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, ჩამოაგდონ არაპროამერიკელი პრეზიდენტი, დააკავონ ან მოკლან და მოიყვანონ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი, ასე რომ ვთქვათ. როდესაც დაიწყო გადატრიალების პროცესი და ეს ბრძოლები, ზუსტად მაშინ გამოჩნდა გვატემალაში გევარა. ის იბრძოდა პრეზიდენტის მომხრეების გვერდ-გვერდ, ეს იყო ასეთი პირველი მისი ფართო საბრძოლო გამოცდილება, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ არბენსი დამარცხდა. როცა ბრძოლები დასრულდა და ბრჭყალებში დემოკრატიამ გაიმარჯვა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეუდგინეს სია, ვინც იბრძოდა მათ წინააღმდეგ. აბსოლუტურად ყველა ან უნდა დაეპატიმრებინათ, ან დაეხოცათ. ამ სიაში აღმოჩნდა ერნესტო გევარაც, რომელიც ჯერ არგენტინის საელჩოს აფარებდა თავს, მერე კი მექსიკაში გაიქცა. აი აქ უკვე შემოდის ერნესტოს ცხოვრებაში პირველი სერიოზული სიყვარული. რა თქმა უნდა, ისიც მემარცხენე იდეების მომხრე, ისიც რევოლუციონერი და დევნაში იმყოფებოდა, პერუდან გაიქცა მექსიკაში. სხვათა შორის, ჰილდა გადე, ასე ერქვა ამ გოგოს, იმ პერიოდში ერნესტოზე ბევრად სიღრმისეულად ერკვეოდა მარქსიზმში. უფრო, ასე ვთქვათ, დაღვინებული იყო ვიდრე ერნესტიტო, რომელიც ჯერ ისევ იდეალიზმში იყო გადავარდნილი. როცა მე მას შევხვდი, ის ჯერ არ იყო ჩე. ის იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა იდეას და მე დავეხმარე ამ იდეის პოვნაში. წერდა ჰილდა მოგვიანებით. სხვათა შორის წეღან დამავიწყდა იმის თქმა, რომ ერნესტოს ადრე შეყვარებული ყავდა. როდესაც ის და გრანადო პირველად წავიდნენ სამოგზაუროდ, იმ პერიოდში მას უყვარდა უმდიდრეს ოჯახში აღზრდილი გოგო. ამ გოგოსა და გევარას შორის სიცარიელე იზრდებოდა, იმიტომ რომ გოგო პოლიტიკით არ იყო დაინტერესებული, ერნესტო მასში ვერ ხედავდა სერიოზულ სიღრმეს, რაზეც შეიძლებოდა ურთიერთობა დაშენებულიყო. არც ამ გოგოს აინტერესებდა დიდად ეს პოლიტიკური ხედვები, ჩაგრულიერების გათავისუფლება და ასე შემდეგ. და ერთ მომენტში, როდესაც მოგზაურობა დაიწყო და ბიჭებმა ამ გოგოს ოჯახს შეუარეს, გოგომ $15 გაატანა გევარას და სთხოვა, რომ მოგზაურობიდან კაბა წამოეღო. ამ $15 რა ბედი ეწია, იმ ფილმში ნახავთ, ან შეიძლება ვიდეოს ბოლოშიც მოგიყვეთ. როგორც უკვე ვიდეოს დასაწყისში გითხარით, გევარას ძალიან უჭირდა მექსიკაში. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ჟურნალისტიკით, პარალელურად სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა, მაგრამ არაფერი ხელჩასაჭიდი არ გამოდიოდა. სხვათა შორის აქედან უკვე შეგვიძლია ჩეც დაუძახოთ. არგენტინაში ჩე არაფორმალურ საუბარში გამოიყენება და დაახლოებით ნიშნავს ეი ან მისმინე, ასეთი მნიშვნელობით გამოიყენება. სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ასეთი სიტყვა არ იყო გავრცელებული და უცნაურიც იყო, მაგრამ გევარა იმდენად იყო შეჩვეული თავის მშობლიურ მხარეში ასე საუბარს და ასე იყო უბრალოდ აღზრდილი, რომ ყველა წინადადებაში ჩეს ამბობდა. ამიტომ შეერქვა ჩე და ნიკო ლოპესი, რომელმაც გევარა გააცნო რაულ და ფიდელ კასტროებს, ის იხსენებდა, რომ ჩეს იმდენად ხშირად ამბობდა საუბარში, უბრალოდ სხვა სახელი მისთვის არც არსებობდა. სხვათა შორის ლოპესი კიდევ ასეც ახასიათებდა, მას ჰქონდა ბრწყინვალე გონება, იყო ასკეტი, სჯეროდა საკუთარი და ჩვენი იდეების. რა უნდათ ფიდელ და რაულ კასტროებს მექსიკაში. ისინიც განდევნილები იყვნენ ქვეყნიდან, მათ კუბაზე, ან თავიანთ ქვეყანაში 1953 წელს სადეს რევოლუციის მოწყობა და ფულხენსიო ბატისტის ჩამოგდების მცდელობა ჰქონდათ, თავს დაესხნენ სამხედრო ყაზარმებს, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლაში დამარცხდნენ. ძმები დაიჭირეს. სასამართლოზე ფიდელმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები „ისტორია მე გამამართლებს“. 1955 წელს ბატისტამ ძმები შეიწყალა, მაგრამ ფიდელ კასტრო ზუსტად
იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც არასდროს არაფრის ფასად არ შეწყვეტდნენ თავიანთ ბრძოლას. ამიტომ უკეთესი შეტევების დასაორგანიზებლად და გასაძლიერებლად ძმები წავიდნენ მექსიკაში. მეგობრებო, მე უკვე მაქვს გაკეთებული დიდი ეპიზოდი ფიდელ კასტროზე და იქ ვსაუბრობ, რატომ აწყობდა რევოლუციას კასტრო. ეს ამ ეპიზოდის თემა არ არის. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ფულჰენსიო მთელი კუბა ფაქტობრივად ამერიკული მაფიის საფულედ აქცია. ეს იყო ერთი დიდი კაზინო თავის ბორდელით, ბატისტა მაფიოზების ჯიბეში იყო, რომელიც ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებდა და ისე მოხდა, რომ პოლიტიკური ელიტა გამდიდრდა, რეგიონის ხალხი კი სულ უფრო გაღატაკდა. მექსიკაში ყოფნის დროს კასტრო ემზადებოდა რევოლუციის მოწყობისთვის. ისინი გადიოდნენ საველე წვრთნებს, მათ ეხმარებოდნენ მექსიკელი სამხედროები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, კონტრაბანდით შეჰქონდათ იარაღი და საბრძოლო მასალა და ჩემ როდესაც დაინახა ეს სიტუაცია აღფრთოვანდა. ჯერ ერთი რომ თავი იგრძნო პოტენციური რევოლუციის წევრად, რადგან გვატემალაში განცდილი მარცხის რევანში სურდა და მერე რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, იდეოლოგიურ დონეზე ის და ფიდელი ერთ ტალღაზე იყვნენ. ისინი ორივე ოცნებობდნენ ჩაგრული ხალხის გათავისუფლებაზე, ექსპლუატაციისგან, თავის დახსნაზე და ასე შემდეგ და ერნესტოს ძალიან მოეწონა არსებული სიტუაცია. აქ რაში ხედავს თავს პირველ ეტაპზე ჩე გევარა, ხო? რომ დაეხმაროს დანარჩენებს ასწავლოს თუ როგორ უნდა მოეწყოს საველე ჰოსპიტალი. პარალელურად ის ვითარდება უკვე ახალ სფეროში, ისწავლოს ბრძოლას, ისწავლოს პარტიზანულ ტაქტიკებს, იარაღის გამოყენებას და ასე შემდეგ. 1956 წლის ბოლოს 82 კაცით ისინი იახტა გრანმათი გადავიდნენ კუბაზე. ჯერ ცოცხლებმა ძლივს ჩააღწიეს, იმიტომ რომ სადღაც 10-12 კაცის გარდა ყველა ცუდად გახდა. მერე როცა კუბამდე მიაღწიეს, აღმოჩნდა რომ რევოლუციონერების კიდევ ერთი ნაკადი უფრო ადრე ჩავიდა და ბატისტას ძალებმა ისინი გაანადგურეს. მათ ასევე იცოდნენ რომ დღე-დღეზე კასტროც ჩავიდოდა, ამიტომ სამთავრობო ძალები სრულ მზადყოფნაში დახვდნენ. როგორც კი კასტროს იახტა მივიდა სანაპიროზე, ცეცხლი გაუხსნეს. დაუყოვნებლივ შეტაკება ატყდა და ნახევარი ხალხი დაეხოცათ. ფიდელი, რაული, ჩე გევარა და კიდევ რამდენიმე სიერა მაესტროს მთებში გაექცნენ. არანაირ გამარჯვებაზე პირველ ეტაპზე საუბარიც არ იყო. მათი მიზანი იყო, რომ უბრალოდ ასეთი გამანადგურებელი დარტყმის შემდეგ როგორღაც გადარჩენილიყვნენ. აეთვისებინათ კარგად მთის რეგიონი, გაეკეთებინათ სამალავები, საცავები და ასე შემდეგ და აი აქედან უკვე იწყება ჩეს გახსნა როგორც სამხედრო მეთაური და როგორც იდეოლოგი. მისი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოდი ბატისტას არ ვებრძოლოთ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. გავაკეთოთ პატარ-პატარა რაზმები და მთელი კუნძულის ფარგლებში მოულოდნელი შეტევები განვახორციელოთ. პარალელურად დავიწყოთ მოსახლეობის დარწმუნება ჩვენი იდეის სისწორეში. მიუხედავად იმისა, რომ ფიდელი კუბელი იყო, ისევე როგორც რაული, მიუხედავად იმისა, რომ კასტრო უკვე ცნობილი იყო კუბაზე, არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი ქარიზმატული როგორც ჩე გევარა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 26 ივლისის მოძრაობამ, ასე ერქვა მათ, დაარწმუნეს არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ფიდელი, რაული და განსაკუთრებით ჩე უზომო პოპულარობით სარგებლობდნენ. მემარცხენე ინტელიგენციის ერთგვარ აკვიატებად გადაიქცნენ. ისინი როგორ ეყვნენ იცით, რომ ნეტა რა შრებიან, ნეტა დღეს რა გააკეთეს, ნეტა დღეს თუ წაიწიმნენ წინ, ნეტა ახალი ხალხი თუ დაემატათ, რამე ხომ არ უჭირთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ, აბა ახალი რამე თუ დაიწერა გაზეთებში, ახალი რაღაც თუ ითქვა ტელევიზიაში და სულ აი ასე ჩასაფრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მემარცხენე ინტელიგენციის წარმომადგენლები. აქ რა არის კიდევ რომ ბატისტა არალეგიტიმური მმართველი იყო, იმიტომ რომ ის სამხედრო ამბოხის შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში მეორეჯერ და ასეთ პოპულარობაზე ვერც იოცნებებდა. ამ ძლავრი პროპაგანდის ფუძე იყო გევარა, რომელიც ექიმიდან გარდაიქმნა ჯერ მებრძოლად, შემდეგ უკვე სამხედრო მეთაურად და კომანდანტეს წოდებაც მიიღო. რომ გავიაზროთ რამდენად რთული იყო, აი წარმოიდგინეთ გაუვალი მთები, მწერები, კოღოები, ვერ ბანაობ, ვერ ჭამწესიერად, ასთმა გაქვს თან, დახეული ტანსაცმელი გაცვია, ხშირ პატარ-პატარა შეტაკებებში მონაწილეობ. ამ ყველაფრის პარალელურად ახერხებ, რომ შეხვდე მოსახლეობას და აწმუნო გლეხები შენი იდეების სიმართლეში და მერე თან წაიყვანო მთებში. ერთ მომენტში მას მალარიაში შეხვდა და აქ უკვე აზრები იყოფა ორად. ამერიკის დაზვერო ამბობს, რომ სინამდვილეში ჩე დიდი არაფერი რევოლუციონერი არ იყო, როგორც კი ეს დაავადება დაემართა, ერთ-ერთი გლეხის სახლში დარჩა, სანამ არ გამოჯამრთელდა და მთელი დღეები წიგნებს კითხულობდა, სხვა მას არაფერი არ უკეთებია. ადგილობრივების თქმით, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა და იტანჯებოდა, მუდმივად რჩებოდა ბრძოლის აქტიურ წევრად, არასდროს დაუხევია უკან და პირიქით,
სამხედროების შთაგონება გახდა. ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ 26 ივლისის მოძრაობამ კუბურ რევოლუციაში გარდამტეხი და გადამწყვეტი ბრძოლა სამთავრობო ძალებს სანტა-კლარას ბრძოლაში მოუგო. სანტა-კლარას გამარჯვებით დედაქალაქის ანუ ჰავანას გზა იხსნებოდა და ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდა პირადად ერნესტო ჩე გევარა. თან საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ 600 კილომეტრიანი მარში ჰქონდათ. 2 თვე დასჭირდათ ამ მანძილის დასაფარად და რიცხობრივი დანაკლისის მიუხედავად ბატისტას არმია გაანადგურეს. სანტა-კლარას აღების შემდეგ აშკარა იყო, რომ ბატისტას უდისციპლინო და კორუმპირებული ჯარი ჰავანას ბრძოლაშიც დამარცხდებოდა. დიქტატორი ქვეყნიდან გაიქცა. 1959 წლის 4 იანვარს ფიდელ კასტრო, რაულ კასტრო და ჩე გევარა დედაქალაქში შევიდნენ და კუბის ახალი ცხოვრებაც დაიწყო. აქ უკვე ვაწყდებით ჩეს მორიგ გარდასახვას. ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იყო სიყვარულით, შეპყრობილი იყო სამართლიანობით, ოცნებობდა ჩაგრული ადამიანების გათავისუფლებაზე და დედას წერდა, რომ მე არა სხეულების, არამედ საზოგადოების სამკურნალოდ დავიბადე, ხდება კუბაზე მთავარი მოსამართლე. და სამართალი დაიყვანა მარტივ ლოგიკამდე. ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, დაიჭირეთ, ვინც რევოლუციის დროს გვეწინააღმდეგებოდა, დახვიდეთ. ვისაც გასაჩივრება უნდა, კი ბატონო, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელიც ჩე იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი გადაწყვეტილება არ შეცვალა მისმა სააპელაციო სასამართლომ. ის მოსამართლეებს ეუბნებოდა, რომ დაივიწყეთ ალიბი, დაივიწყეთ დამტკიცებელი საბუთი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ აღმატებულ იდეაზე, როგორიც არის რევოლუცია, ამიტომ ისარგებლეთ და გამოიყენეთ თქვენი რევოლუციური ინსტინქტები. არაერთი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ჩეს ასეთ მიდგომას. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლეს ლაკაბანიას ციხეებში. სახელდება 100, 500, ზოგჯერ უფრო მეტიც. ეს ინფორმაცია გადამოწმებას არ ექვემდებარება. ფაქტია, რომ კომანდანტემ ციხე სასაკლაოდ აქცია. როგორც კი რევოლუციის მოწინააღმდეგეები მოიშორა, კასტრომ ის პოლიტიკურ თანამდებობაზე გადაიყვანა. სავარაუდოდ არც კასტროს მოსწონდა ის სასაკლაო, რასაც ჩე გევარა აკეთებდა თავის სამართლის სამყაროში. ის დანიშნეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. სად ფინანსები და სად გევარა, ხო? ის გასაგები იყო, რომ კერძო საკუთრებას აკრძალავდა და ამერიკის გავლენას შეამცირებდა და გაატარა აგრარული რეფორმა და შემოიღო ისეთი კანონი, რომლის მიხედვით წელიწადში ერთხელ სახელმწიფო მოხელეები გლეხებთან ერთად მინდორში იმუშავებდნენ. თუმცა პოლიტიკური რევანშიზმი აშკარად აერია ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის გზაში. ნახეთ, კუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო შაქრის წარმოება. შაქრის პირველი შემსყიდველი, ყველაზე მსხვილი პარტნიორი ამ მხრივ იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემ ეს წარმოება ხელოვნურად შეამცირა, მოსახლეობას დაპირდა, რომ სხვა მიმართულებებს განავითარებთ და კომპენსაციას შევძლებთ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, არც ის განვითარდა, ესეც ხელოვნურად შემცირდა და ეკონომიკას საბოლოოდ დიდი ზარალი მიადგა. ბოლოს ჩამოქცეული ეკონომიკის პირობებში საერთოდ იმას ამბობდა, რომ ადამიანი ეკონომიკის სფეროდან პირად მატერიალურ კეთილდღეობას არ უნდა ელოდეს. ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რევოლუციას. აქ ახლა გავიხსენოთ ის მომენტი, როცა მეგობარი მოგზაურები ერთმანეთს დაშორდნენ. რევოლუციის შემდეგ ჩემ ალბერტო მიიწვია კუბაზე ერთ-ერთ საავადმყოფოს ხელმძღვანელად. მეგობრები ერთმანეთს წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ, უბრალოდ სხვა გარემოებაში. აქედან ერთი ძველებურად დარჩა ექიმად, ხოლო მეორე იყო უკვე რევოლუციონერი. ამასობაში გაშორდა პირველ ცოლს და პარტიზანზე ალეიდა ტორესზე იქორწინა. მათ 4 შვილი შეეძინათ. დაახლოებით ამ პერიოდიდან ჩე იდეოლოგიურად სულ უფრო შორდებოდა საბჭოურ კომუნიზმს და უახლოვდებოდა ჩინურს. ამის კატალიზატორად კარიბის კრიზისის შემდგომმა პერიოდმაც იმუშავა. მოგეხსენებათ 1962 წელს მსოფლიო გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, როცა ორმა უმსხვილესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ კინაღამ ერთმანეთში იომეს. მაშინ საბჭოთა კავშირს ბირთვული არსენალი კუბაზე ჰქონდა განთავსებული. როგორც კი კარიბის კრიზისი დასრულდა, კავშირმა მალევე გაიტანა რაკეტები. ეს ჩესთვის ერთგვარი ღალატი აღმოჩნდა, ის მოსკოვს ადანაშაულებდა სუსტ პოზიციაში და დაიწყო საბჭოთა კავშირის ხმამაღლა კრიტიკა, მათ შორის ამის გაკეთებას არ ერიდებოდა დელეგაციების შეხვედრის დროსაც. კასტროსთანაც დაეძაბა, მათი ურთიერთობა ძველებური აღარ იყო, აქაც აზრები ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ გევარა პოპულარობით არ ჩამორჩებოდა ფიდელს და ამ ორ შორის შესაძლო იყო კონფლიქტი დაწყებულიყო, ნაწილი ამბობს, რომ არანაირი პირადი დაპირისპირება არ იყო, უბრალოდ მხარეებს სოციალისტურ მომავალზე სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდათ. უნდა გვესმოდეს, რომ ფიდელი სამხედროდან ტრანსფორმირდა როგორც რევოლუციონერი და რევოლუციონერიდან უკვე როგორც პოლიტიკოსი. რა არის იცით, რომ კასტრო
როგორც საჯარო მოხელე უფრო გაიზარდა. მათ შორის აი ცალკე აღებული ორატორული უნარები რომ ავიღოთ, ამ მიმართულებაში ჯობდა ჩე გევარას. მან ისწავლა მანევრირების კეთება თავის ხედვებსა და არსებულ პოლიტიკას შორის. ერნესტო ბოლომდე რომანტიკოსი დარჩა, ბოლომდე იდეალისტურად უყურებდა სამყაროს, ამიტომ მიხვდა რომ არ არის სახელმწიფო აპარატი მისი საქმე, აიღო ხელში იარაღი და ისევ რევოლუციას დაუბრუნდა. წერილები დაუტოვა ოჯახს, სადაც ბავშვებს მოუწოდა რომ არასდროს შეეგუონ უსამართლობას, ფიდელს კი უთხრა რომ უარს ამბობს კუბის მოქალაქეობაზე და ყველა დაკავებულ თანამდებობაზე. 1965 წელს მიდის აფრიკაში, კერძოდ კონგოში, სადაც ადგილობრივ ამბოხებულებს ეხმარება. კონგო მაშინ ორად იყო გაყოფილი და ჩე თვლიდა რომ თუ მემარცხენე პარტიზანებს მოაგებინებდა ამ ომს, კონგო გაერთიანდებოდა და დიდი შანსი იყო რომ აფრიკა სოციალისტურ რევოლუციაში გაეხვეოდა და დომინოს ეფექტის პრინციპით კონტინენტი გაწითლდებოდა. თუმცა აფრიკა კი არა, კონგოშივე განიცადეს წარუმატებლობა. აი, სად ომი და სად კონგო რო დავფიქრდეთ, ხო, ზოგიერი არის შექმნილი იმისთვის რომ შეუძლია ომი და ეს გენეტიკურად მოყვება, ზოგიერი პირიქით უარესად არის განვითარებული ამ საკითხში. კონგო მიეკუთვნება მეორე კატეგორიას. მომავალში თვითონ ჩეც წერდა რომ ამათი სამხედროები, ანუ კონგოელები არიან სუსტები, არ აქვთ კარგი მომზადება, არიან უდისციპლინოები, ზარმაცები არიან, ხშირად პოსტებს მიატოვებენ და ამათ ხელმძღვანელობას არათუ სამხედროების, არამედ იმ იდეებისაც კი არ სჯერათ, რის გამოც იბრძვიან. ამიტომ ერნესტო მალევე დაბრუნდა კუბაზე, სადაც აღმოაჩინა, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ადამიანი და ერთ-ერთი მთავარი ბურჯი დედა გარდაიცვალა. 1966 წელს ბოლივიაში რევოლუცია მწიფდებოდა. მაშინ კუბა იყო ზოგადად რევოლუციისა და დასავლეთთან ბრძოლის ფლაგმანი და დიდი ავტორიტეტი. ბოლივიელების ნაწილი გადავიდნენ კუბაზე, სადაც გაიარეს გადამზადება და როდესაც ეს ბანაკი დასრულდა, მათ ბოლივიაში გაყვა თან თავის ამალით. გევარას იმ პერიოდში ჰქონდა იდეა, რომ მოეწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2, 3, 4, 5 ვიეტნამი და ასეთი გზით ამერიკისთვის პრობლემები შეექმნა. თან რა არის, იცით რომ ბოლივია თავის გეოგრაფიული მდებარეობით ისე არის განთავსებული, რომ ჩეს არის აკვიატებული იდეა, რომ ერთგან თუ მოხდება რევოლუცია, მერე შეიძლება დომინოს პრინციპით გადავიდეს სხვა ქვეყნებზე. აი ბოლივიის მდებარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, იმიტომ რომ ის თითქმის შუაგულში არის სამხრეთ ამერიკის და ყველა სერიოზულ და დიდ ქვეყანას ესაზღვრება. აქ არის ერთი კიდევ პატარა აცდენა იდეოლოგიებს შორის. მარქსიზმ-ლენინიზმის მიხედვით რევოლუცია უნდა დაეყრდნოს პროლეტარიატს, მაგრამ სადგინდა შენ სამხრეთ ამერიკაში, სადაც ინდუსტრიალიზაცია როგორც ასეთი არ მომხდარა და არ არის განვითარებული ეს სფეროები, სადგინდა შენ ნახო იმდენი მუშა, რომ რევოლუციის მთავარი გამწევი ძალა იყოს. ამის შანსი არ არის. თან ჩე კიდევ ამ ზემოხსენებული თეორიებიდან გამომდინარე უგულებელყოფდა იმასაც, რომ რევოლუცია ჯერ უნდა მომწიფდეს საზოგადოებაში, ამის დაკვეთა უნდა იყოს საზოგადოებაში და ჩე ამბობდა, რომ არ უნდა იყოს ამის დაკვეთა საზოგადოებაში, უნდა დაიწყოს პროცესი და მერე გზადაგზა თვითონ დაალაგდება სიტუაცია, რაც ასე არ ხდება პრაქტიკაში. ბოლივიაში პარტიზანებმა ჯუნგლებთან ახლოს მდებარე ფერმა იყიდეს, რომელიც იარაღისა და საბრძოლო მასალის ბაზად აქციეს. ამასობაში ამერიკა კუბური რევოლუციის შემდეგ ყველანაირად ცდილობს, რომ მსგავსი აღარსად მოხდეს. ამიტომ 1960-იანების ბოლივია ყველა ქვეყნის სპეცსამსახურების საბინადრო ველი იყო. CIA-ის სავსე ყავდა ქვეყანა აგენტები და არა მხოლოდ ამერიკელებს, არამედ სხვა ძლიერ ქვეყნებსაც. მით უმეტეს, რომ ბოლივიის მთავრობამ ამერიკას თვითონ სთხოვა დახმარება. მათაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს, შტატების ერთ-ერთი გაცხადებული მტერი, რომელიც რამდენიმე ვიეტნამს ითხოვდა, ცოცხლად დასატოვებელი არ იყო, ფიქრობდნენ ვაშინგტონში. ამერიკის თვალითაც რომ შევხედოთ, ადამიანი, რომელიც ითხოვს 2, 3, 4, 5 ვიეტნამის გამეორებას და ამ შემთხვევაში ვიეტნამი ეს არის სიმბოლო ამერიკელი სამხედროების სასაკლაოსი, შენ გამოდიხარ ამ ქვეყნისთვის გამოდიხარ ჩვეულებრივი ტერორისტი, ხო? შესაბამისად ისეთი ქვეყანა როგორიც ამერიკა შენში დიდ საფრთხეს ხედავს, რომ აღკვეთოს მსგავსი განცხადებები. ერთია, როცა სიტყვით გამოდიხარ და მეორეა, როცა ცდილობ მართლა საქმით გააკეთო ეს შენი მუქარები. ერთ დღესაც ფერმის მეზობელმა აღმოაჩინა, რომ რაღაც საეჭვო ხდება ფერმაში. უცბად ამდენი კაცი გამოჩნდა, სულ რაღაცეები შეაქვთ, გამოაქვთ და ვაი და ნარკოკარტელი ხომ არ არისო და პოლიციას გააგებინა. პარტიზანებს ტყეში გაქცევა მოუწიათ. აქ ჩნდება თამარა ბუნკე-ბიდერი, რომელიც რევოლუციონერების რიგებში იყო და ერნესტოს და ამ გოგოს მემარცხენე იდეების განხილვა ურთიერთმოწონებაში გადაიზარდა. თამარა იყო აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვის აგენტი. მეგობრებო, საერთოდ შტაზის, ასე ერქვა აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო სამსახურს,
ნაკლები ყურადღება ეთმობა თანამედროვეობაში. არა და უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს იყო KGB-სა და ნაცისტური გერმანიის ნარჩენებზე აღმოცენებული სადაზვერო სამსახური. ვერც ერთმა სადაზვერო სამსახურმა, მათ შორის ვერც ამერიკის, ვერც KGB-მ, ვერც მოსადმა, ვერც Mi6-მა ვერ შექმნა ისეთი სამსახური, სააგენტო, ასე რომ ვთქვათ, რომელიც იმდენად აკონტროლებდა თავის მოქალაქეებს, როგორც ამას აკეთებდა შტაზი. ეს იყო მოქალაქეების ტოტალური კონტროლის საუკეთესო სამსახური. აბსოლუტურად ყველა ზარი, ყველა წერილი, ყველა საუბარი ისმინებოდა. არის ასეთი არაღიარებული სტატისტიკა, ასე რომ ვთქვათ, სადაც ყოველ 4 ადამიანზე მოდიოდა ერთი დამსმენი. ამ წარმოიდგინეთ. მათი აგენტები შეღწეული იყვნენ დასავლეთ გერმანიაში, ნატოში და ამერიკის ცენტრალურ დაზვერვაშიც კი. 1980-იანებში შტაზის უფრო ეშინოდათ გერმანიის მოქალაქეებს, ვიდრე ზოგადად სახელმწიფოსი. და ასევე მათი მეთოდი იყო ადამიანის ფსიქოლოგიური განადგურება. არ აკავებდნენ ასე მარტივად ადამიანებს, არამედ მათი მიზანი იყო მორალური განადგურება. უგონებდნენ ჭორებს, ურცელებდნენ ჭორებს, სამხილებს ყველაფერს ისე პროფესიონალურად გაანაწილებდნენ, სადღაც დადებდნენ ანაბეჭდები და ასე შემდეგ, რომ კვალი მიდიოდა კონკრეტულ ადრესატამდე. ისე კი არა, რომ უბრალოდ რაღაც დააბრალო და დაიჭირო, არა, მთელი საქმე ისე შეიქმნებოდა, რომ არავის ეჭვი არ შეეპარებოდა ამ ადამიანის ბრალეულობაში. ანადგურებდნენ რეპუტაციულად, ანგრევდნენ ოჯახებს და მოკლედ იმდენად დიდი შიში ჩაიდო საზოგადოებაში, რომ ყველას, აი მე გულისხმობ ამ შემთხვევაში მასას, მოსახლეობის მასას პარანოიული შიში ჰქონდათ. ფიქრობ, მომავალში თუ საერთოდ შემდეგი არ იქნება, ერთ-ერთი თემა იყოს შტაზი. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამის შესახებ. მოკლედ, თამარა იყო შტაზის აგენტი ბოლივიაში, რომელიც ჩეს გარემოცვაში ინტეგრირდა. დღემდე უცნობია ეს გოგო უბრალოდ ინფორმაციას აგროვებდა გევარაზე და დაზვერვას აწვდიდა თუ მართლა გულწრფელად რევოლუციონერი იყო. მოკლედ, ასეთი ბურუსით მოცული გოგოა, რომელიც უნდა გვეხსენებინა. ბოლივიაში გევარას დაემართა ის, რაც უნდა დამართნოდა, როგორც ზემოთ გითხარით, საზოგადოებაში არ იყო რევოლუციური მუხტი მაღალი, ამიტომ ვერ შეძლო მან საზოგადოების აყოლიება. სამაგიეროდ კონტრპროპაგანდა იდეალურად აწარმოა ბოლივიის მთავრობა. მათ განაცხადეს, რომ ფიდელ კასტროს ხალხი არის ჩამოსული და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უნდათ ჩარევა და რევოლუციის მოწყობას გვიპირებენო, მოსახლეობა შეეშინდა ისედაც გაღატაკებულ და დაჭირვებულ ბოლივიაში ეს კუბელებიღა გვაკლდა ახლაოდ და ისე მოხდა, რომ მაგალითად მემარცხენე ოპოზიციური პარტიებიც გაერთიანდნენ მთავრობის ირგვლივ, ხოლო გლეხებს ახლა სულ არ უნდათ იარაღის ხელში აღება და ჩე გევარასთან ერთად ბრძოლა. ანუ ეს მომენტი მთავრობამ იდეალურად გამოიყენა. ხალხი გევარას მოქმედებებში საფრთხეს უფრო გრძნობდა, ვიდრე დახმარების სურვილს. ნუ არ გამოდის რევოლუცია, პარტიზანულ ომშიც ვერ შეიტყვეს, დადიან მთებში ასე. არ არის დიდი ჯგუფი 100-200 კაცი მაქსიმუმ და თან ჯუნგლებში ზიარული მარტივი ხომ არ არის. ვიღაც ცუდად გახდა, ვიღაც მოიწამლა, ვიღაც უბრალოდ გადაიღალა, ვიღაცას მალარია შეხვდა და ასე შემდეგ. ეს ხალხი კი დანარჩენებს ძალიან აყოვნებდა. ამიტომ გევარამ ისინი გამოყო, დღეში საიდუმლო ადგილას დატოვა და უთხრა, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა და დანარჩენებმა გზა გააგრძელეს. ახლა რა ხდება? ამ დაავადებულებს შორის ერთ-ერთი იყო თამარა, რომელთანაც დანარჩენებს კონფლიქტი მოუვიდა. ისინი ეუბნებიან, რომ სინამდვილეში შენ გაგიფრთხილდა, შენ გამო დაგვტოვა ჩვენც აქ, ჩვენ კი ცუდად ვართ, მაგრამ შეგვეძლო გზის გაგრძელებაც და თუ საჭირო იქნებოდა ბრძოლაც და იმის გამო რომ შენ არაფერი მოხსლოდა, ჩვენც მოგვიწია ამ გადაწყვეტილების გაზიარება და დავრჩით აქ. და ეს დაპირისპირება იმდენად ხმამაღალი აღმოჩნდა, რომ თურმე იქვე ახლოს იმყოფებოდა ბოლივიის სამხედრო საპატრულო რაზმი, მათ გაიგეს ეს ხმა, მიეპარეს ჩუმად და გაუხსნეს ცეცხლი. თითქმის ყველა ადგილზევე დახოცეს, თამარა დაიჭრა და მდინარეში გადავარდა. რამდენიმე დღეში იპოვეს მისი სხეულის ნაწილი. ის პირანიებმა შეჭამეს. ასეთ კონტრპარტიზანულ ბრძოლებს კონსულტაციებს უწევდა ის ადამიანი, რომელიც ეპიზოდის თავში ვახსენეთ, კლაუს ბარბი. იმ მეორე ჯანსაღების ნაწილსაც სინამდვილეში ძალიან უჭირს გადაადგილება, იმიტომ რომ დაიღალნენ, ფეხსაცმელები დაეხა, ტანსაცმელი არ უარგათ, დიდი საბრძოლო მასალის გადატანა უწევთ, რომელსაც გზადაგზად ტოვებენ, საჭმელი არ აქვთ. ჩეს საერთოდ ასთმის წამალი გაუთავდა და იგუდება ხველებით და აი ესე ძლივს აგრძელებს გზას მოკლედ. ერთ-ერთ მთიან დასახლებულ სოფელში მათ ერთი მოხუცი ქალისგან შეიძინეს საჭმელით და ფულით დაუტოვეს და სთხოვეს, რომ არ გაგვცე რომ აქ დაგვინახეო, მაგრამ ქალმა აიღო ეს ფული და გაიქცა გააგებინა ადგილობრივ პოლიციას. საბოლოოდ არმიამ მალევე აღმოაჩინა ამბოხებულები, ალყაში მოაქცია და უშანსოდ გაანადგურა. ჩეტყვეთ ჩავარდა.
ეს იყო 1967 წლის 8 ოქტომბერი. სანამ თქვენ ჩავარდებოდა, მან ჯარისკაცებს დაუძახა, რომ არ მესროლოთ, ჩე გევარა ვარ, მე თქვენ ცოცხალი უფრო გჭირდებით, ვიდრე მკვდარი. მეორე დღეს ბოლივიისა და ამერიკის მთავრობის კონსულტაციით გადაწყდა, რომ გევარა მოეკლათ. ტაკერ კარლსონთან საუბარში ფელიქს როდრიგესი, რომელიც CIA-ის აგენტი იყო და იმ მომენტში ჩეს დაპატიმრებას ესწრებოდა, ამბობდა, რომ ამერიკას მისი მოკლა არ სურდა, შტატების მოთხოვნა იყო, რომ ექსტრადიციით გადაეყვანათ ამერიკაში, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. სინამდვილეში შტატებშიც კარგად ხვდებოდნენ, რომ თუ კი ამას დაიჭერდნენ და ციხეში ჩასვამდნენ, ის კონკრეტული საზოგადოებისთვის კიდევ უფრო დიდი გმირი გახდებოდა და პოლიტიკურ სტატუსს გაუზრდიდნენ. 9 ოქტომბერს ბოლივიის პრეზიდენტის რენე ბარიენტოსის ბრძანება მიიღეს სამხედროებმა, სადაც ეწერა გაანეიტრალეთ. პირველი 10 წუთზე სერჟანტმა მარიო ტერანმა მოიმარჯვა თავის კარაბინი, დაუმიზნა გევარას და გევარამ უთხრა: მესროლე ლაჩარო, შენ უბრალოდ ადამიანს კლავ. ამით იგულისხმა ის, რომ მე კი მომკლავ ახლა, მაგრამ ჩემი იდეები სამუდამოდ ცოცხალი იქნებაო. მარიო ტერანმა 9 ტყვია ესროლა ჩეს, ხელებში, ფეხებში და გულში. ის ნამდვილად არ დაინდობდა რევოლუციონერს, იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე ჩემ მისი 3 უახლოესი მეგობარი ბრძოლაში მოკლა. ის რომ მას რამდენიმე ტყვია ესროლეს, ეს იყო CIA-ის აგენტის ფელიქს როდრიგესის იდეა. მან თქვა, რომ კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩე იყო ყოველთვის ჩემი მოწინააღმდეგე, ყოველთვის მტრადა მივიჩნევდი, ეს ადამიანი თავის ცხოვრებით ისე ცხოვრობდა, რომ ჯობდა იმიტაცია გაგვეკეთებინა, ვითომ ბრძოლაში მოკდა და არა უბრალოდ თავში დაგვეხალა ტყვია და ისე მოგვეკლაო. ასეთი ფორმალური პატივი მიაგეს. 39 წლის ასაკში ერნესტოს სიცოცხლე დასრულდა. სხეული ვერტმფრენზე დაკიდეს და უახლოეს დიდ დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს. ბოლივიის მთავრობამ სწრაფად გაავრცელა მთელ მსოფლიოში პრესის მეშვეობით, რომ ცნობილი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა მოკლულია. ფიდელ კასტრომ აღნიშნული ინფორმაცია სასწრაფოდ უარყო. ფიქრობენ ახლა ბოლივიაში რა გააკეთონ და ერთ-ერთ იდეად მოვიდათ, რომ მოდი ამას მოვაჭრათ თავი, როგორც დამტკიცებელი საბუთი და ის გაუგზავნოთ კუბაში კასტროს. ფელიქსმა უთხრა დანარჩენებს, რომ თუ თქვენ სახელმწიფო მოხელეები ასეთ რაღაცას გააკეთებთ, იცოდეთ, რომ არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღეები. უბრალოდ მოაჭერით თითი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არგენტინული პოლიციის მონაცემები მისი თითის ანაბეჭდის შესახებ და მარტივად შევძლებთ გადავამოწმოთ. ჩეს მოაჭრეს ორივე ხელის მტევანი. მოკლული ჩე, რომელსაც თვალები აღარ დაეხუჭა, ადგილობრივებმა იესოს მიამსგავსეს და უცებ ერთ წამში აგორდა მუხტი, რომ არიქა ეს კაცი წმინდანი არისო. იმდენად ფანატიკურად მიუდგნენ, რომ მომავალში ლოცვების დროს ჩესთხოვდნენ დახმარებას. ბოლივიის მთავრობამ ერნესტო და კიდევ რამდენიმე კუბელი გასაიდუმლოებულ ადგილას დამარხა და განაცხადეს, რომ მათი ცხედრები კრემირებულია და აღარ არსებობდა. თუმცა 1997 წელს კუბელებმა იპოვეს სასაფლაო, ნარჩენები გაიტანეს კუბაში და სახალხო ცერემონიით დაკრძალეს იმ ქალაქში, რომელიც ჩემ კუბის რევოლუციის გადამწყვეტ ბრძოლაში აიღო, სანტა კლარაში. ექიმად დაბადებული ბოლივიის მთებში მოკვდა როგორც რევოლუციონერი. ამ ორ განსხვავებულ სიცოცხლეებს შორის იყო ადამიანი, რომელსაც ჯეროდა, რომ სიყვარული ამოძრავებს ისტორიას, ხოლო უსამართლობა, როგორც დაავადება, ისე იკურნება. მილიონობით ადამიანისთვის ჩე გახდა დაუმორჩილებლობის სიმბოლო. ის ოცნებობდა ჩაგრული ადამიანების ერთიან გულისცემაზე, მაგრამ ყველა ოცნებას აქვს თავის ჭრდილი. მისმა რევოლუციურმა იდეებმა ერთი მეორის მიყოლებით მარცხი განიცადა. მისი იდეალური სამყარო, როცა რეალურს შეასკდა, ერნესტოს სამართლიანობა და იდეალიზმი დაუნდობლობაში გადაიზარდა. გათავისუფლების სახელით სიყვარულთან ერთად მან მოიტანა სიკვდილი, უამრავი ტრაგედია, განადგურებული ოჯახები, დახვრეტილი ადამიანები და იმის რწმენა, რომ ვიღაცის პირადი ინსტინქტებით უნდა აღსრულდეს სამართალი. და იქ, ბოლივიის მთებში, როცა მის მკვლელს მარიო ტერანს უთხრა შენ კლავ მხოლოდ ადამიანს, ის მართალი იყო. ჩეს სიმამაცემ, მისმა მსხვერპლმა პოეზიამ და რომანტიზმა ერნესტო ახალგაზრდობის, ამბოხისა და იმედის სიმბოლოდ აქცია. კი, სინამდვილეში ჩემ ვერ შეძლო იმ სამყაროს შექმნა, რომლისაც სულით ხორცამდე სჯეროდა. კი, მისი რევოლუციები ჩამოიშალა. მისი ეკონომიკური ხედვები კრახით დასრულდა. ძალადობა, როგორც საზოგადოების განკურნების წამალი, თავშივე განწირული იყო კრახისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ასეთ განხილვებში მეორე ხარისხოვანი ხდება ხოლმე. ირონია, მაგრამ კაპიტალისტურმა სამყარომ გევარასთან ბრძოლა მისი სიკვდილის შემდეგაც კი გააგრძელა. ბიზნესმა აქტიურად შეძლო ჩეს, როგორც ამბოხის სიმბოლოს კომერციალიზაცია. ამაზე რამდენად იქნებოდა თანახმა, თავად განსაჭეთ. საზოგადოების გარდა გევარა როგორც იდეა ახლა მემარცხენე მიმდინარეობაში გევარიზმის სახით დამკვიდრდა.
გათავისუფლდა თუ არა კუბა ამერიკული გავლენებისგან რევოლუციის შემდეგ? კი, გათავისუფლდა. არის თუ არა დღეს კუბა ძლიერი ეკონომიკის სახელმწიფო? არა, ის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ქვეყანაა. ფიდელ კასტრო როგორც პოლიტიკოსი ბევრად დიდი ფიგურა იყო ვიდრე ჩე. მან შეძლო იდეებსა და რეალურ პოლიტიკას შორის ბალანსის პოვნა და არ გადაყვა უტოპიურ იდეოლოგიებს. ერნესტოს სიკვდილის შემდეგ პირადად აკონტროლებდა მისი ცოლებისა და შვილების უსაფრთხოებას და იზრუნა, რომ თითოეულ შვილს უმაღლესი ხარისხის განათლება მიეღო. 2016 წელს კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბერტო გრანადო, ვისთან ერთად მოგზაურობამაც ჩე სამუდამოდ შეცვალა, კუბაზე ცხოვრობდა და 2011 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლომდე თავის პროფესიის ერთგული დარჩა. რაულ კასტრო 2008 წელს კუბას პრეზიდენტი გახდა. 2021 წელს კი ამ სფეროს ჩამოშორდა. ის დღემდე ცოცხალია.